შემდეგი ფუნქცია, რომელიც მე მინდა რომ განვიხილოთ, ეს არის სტრიქონში სიმბოლოს ძებნის ფუნქცია. მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს კოდს და ეს ფრაგმენტები წავშალოთ და ვისწავლოთ ახლა ეს ფუნქცია როგორ შეიძლება გამოვიყენოთ. ამ ფუნქციას ქვია str. ესეთი სახელი, სადაც გადავცემთ ორ პარამეტრს, ერთი არის სტრიქონი, მაგალითად რაიმე სტრიქონი და მეორე არის სიმბოლო, მაგალითად S. რა შვება ახლა ეს ფუნქცია და როგორ მუშაობს? თუ კი აი ამ S სიმბოლოს იპოვნის, მაშინ ეს დაგვიბრუნებს მისამართს ამ სიმბოლოსი, რომელსაც დაემთხვევა აქ. ანუ თუ ეს იპოვნის, ამ შემთხვევაში დაგვიბრუნებს აი ამის მისამართს. ხოლო თუ ვერაფერს ვერ იპოვნის, დაგვიბრუნებს ნულს. მოდი ახლა, რადგან ეს აბრუნებს მისამართს, სიმბოლოს მისამართს, გავაკეთოთ რაიმე პოინტერი სიმბოლოზე, ანუ სადაც შევინახება სიმბოლოს მისამართი და შემდეგ დავბეჭდოთ ის ნაპოვნი სიმბოლო. printf აი მართლაც იპოვნა, დაგვიბეჭდა S-ი და რომ დავარწმუნდეთ იმაში, რომ ეს S-ი ნამდვილად აი ეს არის და გავაკეთოთ ესეთი რამ. გამოვიყენოთ პოინტერების არითმეტიკა და დავბეჭდოთ აი ამ S-ის შემდეგი სიმბოლო. ანუ ეხლა დაგვიბეჭდოს T. და მართლაც როგორც ხედავთ, დავბეჭდა ეს T.